აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტებში არსებული საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. ხდომაზე მინისტრებმა მთავრობის თავმჯდომარეს 2025 წლის სამოქმედო გეგმები დეტალურად წარუდგინეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა არსებული პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ეფექტიანობის გაზრდაზე იმსჯელეს. 2025 წლის ბიუჯეტი უნდა იყოს კიდევ უფრო მორგებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკაზე. მთავრობაში შემავალი სამინისტროების პროგრამები უნდა იყოს კიდევ უფრო მოქნილი ხარისხობრივად. ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდების სწავლა-განათლების კუთხით რეფორმების ჩატარება და ასევე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. 2025 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება ახალგაზრდები. შევიმუშავეთ ახალი პროგრამები და პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება სპორტსმენებზე, სტუდენტებზე და ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე. აუცილებლად გაიზრდება მათი ჩართულობის რიცხვი და ხარისხი.